მოქალაქეების გამაფრთხილებელი აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სოფელ მახვილაურის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კერძო პირი დასახლებულ პუნქტთან სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, მშენებლობისგან გამოწვეული პრობლემები კი მათ საფრთხეს უქმნის. ისინი განმარტებას სწორედ მშენებლებისგან ითხოვენ. კერძო მესაკუთრე კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი კანონიერად შეიძინა მძიმე ტექნიკისა და სამშენებლო მასალების შესანახად, რასაც მოსახლეობა უსაფუძვლოდ ეწინააღმდეგება. მოდიან აშენებენ მძიმე ტექნიკის ქარხნებს, შესანახ ნივთებს, ტვერი, ნაგავი, ყველაფერი აქ ხდება რა. ხო, 25 წელია ვიფორმებ ტერიტორიას, ვერ გევიფორმებ, ჩემი ტერიტორია რა, ვამუშავებ 30 წელია. აგენი მოდიან სამ თვეში იფორმებენ. შეკრულები არიან მერიასთან, ყველასთან შეკრულები არიან ესენი. ბანდიტები არიან, ბანდა. ეს არ მოხდება აქ. ყოველ დღეს გავაგზავნეთ ამ პროტესტს და ხალხის თანადგომას და გადავკეტავთ გზებს, რომ მძიმე ტექნიკა არ შემოვიდეს აქ. არანაირად არ დავთმობთ, იმიტომ რომ არაკანონიერად ხდება ყველაფერი. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ხვალ და ზეგ მიმართავთ უფრო დიდ აქციას გავაკეთებთ. ეს ტერიტორია ვიყიდე, რასაც კანონი მომწევს უფლებას, იმას ავაშენებ. იმიტომ ეს არის კერძო საკუთრება. და ეს ტერიტორია მჭირდება სამშენებლო მასალები მაქვს, ლამინატი, ბალკა, ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ. ყავს ტექნიკები, ეს ტრაქტორები, მიქსერები რაც არის, უნდა შემოვიდეს, აქ იქნება ბაზა, გაჩერდება და წავა. რაც შეეხება ბაზას. თუ აქ ბაზის გაკეთება არ შეიძლება, აქ რუქში აბსოლუტურად ყველგან ბაზებია რა. სადაა? აი თქვენს კუნძულში, სადაც შენ ცხოვრობ? აქეთაც დაშენდა. ხელით დაგვანახე, სადაა? ვინ გასცა ნებართვა და როგორ გასცა? ამიტომ ვინც გასცა ნებართვა, გააუქმოს ეს ნებართვა. კომპანიამ ეს ტერიტორია გაასწოროს და შეუქმნას ამ ადამიანებს ნორმალური საცხოვრისი პირობები და ეს დაინგრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთი კვირის თავზე უკვე ვაპირებთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას.